ასახის ქირურგთან ვიზიტი უნდა დავგეგმოთ იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენთ ნებისმიერი სახის დეფორმაციას ან ფუნქციის დარღვევას კვასახის მიდამოში, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ანთებითი პროცესებით, ტრაუმული დაზიანებებით ან რაიმე სახის წარმონაქმნის განვითარებით. ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტები ხშირად ხვდებიან ჩვენთან თანდაყოლილი ანომალიებით. გადაუდებელია ოპერაციები, როდესაც პაციენტს აღენიშნება ანთებითი თუ ტრაუმული დაზიანებების გამო განვითარებული სასიცოცხლო ფუნქციური შეზღუდვები, მაგალითად, ჭრილობების და ღია მოტეხილობების დროს განვითარებული სისხლდენები. ასევე შორსწარსული ანთებითი პროცესები, როცა უკვე პაციენტს უჭირს საკვების მიღება, სუნთქვა, ყლაპა, ქვედაყბის მოძრაობა. აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა და აღნიშნული დაავადებების სწრაფი პროგრესირების გამო შეიძლება მივიღოთ მძიმე შედეგები. ვასახის აღდგენითი ქირურგია გულისხმობს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტებს და დეფორმაციებს, როგორც რბილ ქსოვილებზე, ასევე მაგარ ქსოვილებზე. ბავშვებში თანდაყოლილი ეს არის ტუჩის მანკი და სასის მანკი, ასევე მაგარ ქსოვილებში ეს არის სიმაღლიდან ვარდნა, ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრამვები და ცეცხლსროლი ჭრილობები. ამ პათოლოგიების დიაგნოსტირების შემდეგად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.